ნახოთ მეგობრებო, რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, რა გველოდება ნახოთ აბა. არკანი თასების 5-იანი, არკანი პენტაკლების 3-იანი, არკანი პენტაკლების 5-იანი, გვერდხების 6-იანი და ხმლების 6-იანი. მეგობრებო, რატომ მოვიწყინეთ? თითქოს აქ იგრძნობა გარკვეული მენტალური კრიზისი, ძალიან ბევრი თქვენგანისგან. თითქოს აქ თქვენ განიცდით რაღაც გარკვეულ სიცარიელეს, უიმედობას, შესაძლოა ეს სხვათა შორის ეხებოდეს რაღაც ფინანსურ ან სამსახურეობრივ ან კარიერულ სფეროს. ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს ამ კრიზისიდან თქვენ ნელ-ნელა როგორც მინიმუმ დაიწყებთ გამოსვლა, ძალიან ბევრი თქვენგანი საერთოდ თავიდან ბოლომდე გამოვა ამ კრიზისული ენერგიებიდან. არ აქვს მნიშვნელობა ეს კრიზისული ენერგიები არის ფინანსური თუ მენტალური, იმიტომ რომ ყველასთან სხვადასხვანაირად ჩანს, მაგრამ იცოდეთ რომ თქვენ ამ სიტუაციაზე გაიმარჯვებთ. აქ ჩანს შეთანხმება, მოლაპარაკება კონკრეტულ ადამიანთან. პლუს ამასთან ერთად თუ თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში აპირებდით სადმე წასვლას, სადმე მოგზაურობას, თუნდაც ცოტა ხნით, მინდა გითხრათ რომ ეს ძალიან ნაყოფიერი იქნება და ძალიან კარგი იქნება თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენს მდგომარეობაზე ძალიან დადებითად იმოქმედებს ყველანაირი კუთხით და ნახეთ აქ რა ინფორმაცია წამოვიდა კიდევ. მეგობრებო, პატარა გაფრთხილებას გეტყვით, ისწავლეთ თქვენი პირადი სივრცის დაცვა. თქვენ თუ არ დაიცავთ საკუთარ თავს, სხვა ვერავინ ვერასდროს ვერ დაგიცავთ და არც იქნება ვალდებული რომ დაგიცვათ, ხო? ამიტომაც ისწავლეთ თქვენი პირადი სივრცის დაცვა, ისწავლეთ საკუთარ თავზე, საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობების აღება მაქსიმალურად და სიტუაციაც ნელ-ნელა აუცილებლად მოგვარდება. კიდევ ერთი არკანით მინდა შევაჯამო, რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, ნახოთ აბა. არკანი მაგი. ნახეთ ამ ყველაფერთან ერთად თქვენ გადადიხართ უფროსი არკანი მაგის ენერგიებში. მაგი არის ვინ? მაგი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, ადამიანი, რომელსაც თავის სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც ოთხივე სტიქიას იმორჩილებს საკუთარ რეალობაში, ხო? რომელიც მანიპულირებს, ასე ვთქვათ, თავისი რეალობით, ცოტა უხეში სიტყვას გამოვიყენებ, ხო? ოთხივე სტიქიას აკონტროლებს თავის ხელს, თავის ფიქრებს, აზრებს, თავის რეალობას. და თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან კარგად, ძალიან მკვეთრად შეიგრძნობთ აუცილებლად მთელი სამყაროს აი ამ მაგიურობას და მაგიურ ენერგიებს.